ესეც ის ყველა გონიერმა ქოცმა, რომელიც ის რომ მე მართალს ვიძახი ოპოზიციას, რომ რამე შეძლებოდა კრიზისი შექმნიდა 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე. და 25 ნოემბერს ისეთი ვითარება ვნახე, მე ეგეთი სასოწარკვეთა ოპოზიციის მე არასოდეს არ მინახავს. ბიძინა ივანიშვილმა გამოიწვია ეს კრიზისი, ბიძინა ივანიშვილი ვერ აგვარებს ამ კრიზისს, ბიძინა ივანიშვილმა ვერ უშველა საკუთარ თავს და შუბლზე ადევს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო სანქცია და რეალურად თუ თავს არ უშველა ქართული ოცნების ამომრჩეველმა, ხო? ჩაითრევს, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ ამ ქვეყანას ჩაითრევს იქ, სადაც მათ ყოფნა არ უნდათ. შენ თვითონაც ხო ამბობ, რომ 80%-ის არჩევანია ევროპა. როდესაც ხელისუფლება ამასაჩვენებს, თქვენიც, იმათიც, ამათიც, ოხრებისაც, საერთაშორისოც ქართულიც, ხო? მათ ჩააფურთხა სულში 80%-ს, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეულს. რომ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება 28 ნოემბერს. ანუ მე ვემზადებოდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვეულებრივად ის 3 დღე, მე ვემზადებოდი რომელიც დღეს არ არის რელევანტური გახდა და დღეს მე აბსოლუტურად რეალისტურად ვხედავ იმის შანსს, რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდება იმაში, რომ კრიზისს ვერ აგვარებს, მას მოუწევს სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, შესაძლოა ეს გამოსავალი იპოვოს მაკრონში, ქართული ოცნების რეჟიმი ჩამოიშლება, დაინიშნება ახალი არჩევნები, ქვეყანას ტრანზიციის დროს უხელმძღვანელობს ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილი, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ამ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებენ დემოკრატიული ძალები.